სალამი, გამოვიდა S25 Ultra და აბა ბიჭებო, ეხა S24 Ultra გადავაგდეთ, გავიქეცით მაღაზიაში და ვიყიდეთ. ესეთი მაგარი განახლება ჯერ Samsung-ს არ გაუკეთებია. იმდენი ცვლილება, ისეთი მაგარია, რომ აი ერთი სული მაქვს მივიდე და ვიყიდო. ეს ყველაფერი ხუმრობით და Samsung-ი გამასხარავდა. ცვლილება რაც არის 12 გრამით მჩატე, იყო 6 და 8 გახდა 6 და 9, კი უფრო თხელია, ცოტა მჩატეა, დიზაინი უკეთესი აქვს. პროცესორი გადავიდა Snapdragon Elite და არის ბევრად უფრო მძლავრი და ასევე ყველაზე მეტი ჰერცი აქვს, აუწიეს ჰერცებს, მაგარი გაგრილების სისტემა, ეს ყველაფერი ფურცელზე. მეტი განახლება რაც არის კიდე ფართო კუთხე 12 მეგაპიქსელიდან გახდა 50 მეგაპიქსელი. მოხდა 12 ოპერატიული დატოვეს, აზიურ ქვეყნებში იქნება 16, ანუ ჩვენ არ ვიღირსება. ელემენტი 5000 ვერ გავცდით ამ 5000, მით უმეტეს ესე ძლიერ პროცესორზე, ალბათ მოკვდება მალე. კი, მართლა მაგარი პროცესორია, მაგრამ ყველა მჩადო უკვე ეგ პროცესორი ელემენტის გაზარდეს, აქ რჩება იგივე. ასევე ძალიან ცხელია ეგ პროცესორი, ძალიან ისეთი ტროტლინგი აქვს, რომ ალბათ ძალიან მალე დასვავს ელემენტს და რაც შეეხება ეკრანს. ერთი კიდე ძალიან დიდი ცვლილება, ეკრანის შუშა შეიცვალა და ახალი დაყენდა, რომელიც არის უფრო გამძლე, რომელიც ნაკაწრებს უძლებს სისულელე. ეკრანი არ შევცვალეთ, აბა რა, iPhone-ს და Pixel-ს მივცეთ ჩვენი ბოლო თაობის ეკრანი, ჩვენში დავაყენოთ ძველი, იმიტომ რომ თურმე ძვირიჯდება ახალი და დავანავაროტკოთ. მე დავანავაროტკებული ვერაფერი ვერ ვნახე, даже PPI ცოტა უფრო ნაკლები აქვს. ასევე კამერის მოდული, რომელიც 4 წელი არ შეცვლილა და ერთგივე კამერას ვაგლახავებთ. Vivo-ში აყენია ჩვენი უახლესი მაგარი კამერა, რომელმაც Samsung-მა დაუმზადა, ჩვენში რატომ უნდა ჩავდოთ, ძვირიჯდება. აი ეგეთი პოლიტიკა აქვს. Apple-ის მხარეს წავიდა, Apple-ის დიდად არაფერს არ ცვლის, მაგრამ ეს რაც Samsung-მა გააკეთა, ეგეთი მასხარაობა ჯერ არავის არ უქნია და მთელი პრეზენტაცია იყო ხელოვნური ინტელექტზე და ნუ ხელოვნური ინტელექტით უნდა რომ დაზოგოს ყველაფერი და რაღაცა საოცარი გააკეთოს. ნუ ეს ხელოვნური ინტელექტი არ არის Samsung-ის და ყველაფერი გადმოკოპირებულია Google-დან, ასე რომ არანაირი ინოვაცია არ უქნია და კიდე ერთი რაც მთავარია. სტილუს აღარ შეუძლია ჟესტები. ანუ სტილუსში არ არის ელემენტი, სტილუსით როდესაც ესე მართავდი, შეგეძლო გადაგეფუცვა, შეგეძლო კამერა ჩაგერთო, ეგ ფუნქცია სტილუს აღარ აქვს. ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია წინ, ასე რომ არ ვიცი, მალადეთ Samsung-ს, ამხელა კომპანიას სერიოზული ცვლილება გააკეთა და ნუ გაყიდვები ექნება საოცარი. თქვენ ყველას გირჩევთ, ეხლა მაღაზიაში წახვიდეთ, თქვენი S24 Ultra-ები გაყიდოთ და ახალი ტელეფონი იყიდოთ. ეცინება პროცესს სასაცილო, აბა ეხლა რამდენი გამოხდება Samsung-ის მოყვარული და დაიწყებს, არა იცი ის რაღაცა მაგარი, ამბობს მე ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრებაა Samsung-ი მაქვს, მაგრაველოდებოდი. მაგრამ ბოლოს უკვე ერთი თვე რომ დარჩა და ვიცოდი რაც გამოვიდო და ხელი ჩავიქნი. ასე რომ ნუ გადაიხდით ზედმეს, დარჩით თქვენ მშვენიერ S24 Ultra-ზე, არანაირი სხვაობა არ არის და ნუ მოტყუდებით Samsung-ის მარკეტინგით. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ.